ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად. ერთი მოწესრიგებული, კანონმორჩილი და ლოგიკური ახალგაზრდა ძალიან ალოგიკურ მდგომარეობაში ჩავარდა. თუმცა მოუყვეთ თავიდან. ჩვენი გმირი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის გრძნობით. სკოლაში კარგად სწავლობდა, გაკვეთილებს არასოდეს აცდენდა. სხვათა შორის არც მაშინ, როდესაც მთელი კლასი მიდიოდა შატალოს. მარტოდ დარჩენილი მოსწავლე ამ შემთხვევაშიც ცდილობდა არ გაეცდინა გაკვეთილი. ნელ-ნელა ჩვენი გმირი იზრდებოდა და მასთან ერთად კანონის პატივისცემის გრძნობაც იზრდებოდა. გაზრდილმა გმირმა მუშაობაც დაიწყო. რა თქმა უნდა, ის პედანტური სიზუსტით ასრულებდა თავის სამუშაოს და ყოველთვის დროულად მიდიოდა სამსახურში. თუმცა მისი სამსახური არასდროს არ იღებოდა დროზე. ხო, ეს უკვე მეტისმეტია. ჩვენმა გმირმა კატეგორიული პასუხი მოსთხოვა თავის ხელმძღვანელს. ხო, პასუხი არც ისე სასიამოვნო იყო. ჩვენი გმირის სამსახურიდან დაითხოვეს. მოკლედ, ჩვენი მოწესრიგებული გმირი იძულებული გახდა ტაქსის მძღოლად დაეწყო მუშაობა. რას იზამ? ოჯახის რჩენა ხომ უნდა? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გმირი არასდროს არ ყვევდა წესრიგს, მას ყოველი ფეხის ნაბიჯზე აჩერებდნენ და ჩვენი გმირიც მორჩილად იხდიდა ჯარიმას. თუმცა, რაც უფრო მორჩილად იხდიდა ფულს, მით უფრო მომთხოვნი ხდებოდნენ მის მიმართ სამართალდამცავები. შედეგად ჩვენი გმირის სახლში ხელცარიელი ბრუნდებოდა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ჩვენმა გმირმა გადაწყვიტა მოქცეულიყო ისე, როგორც სხვები. ანუ არ დამორჩილებოდა დაწერილ წესებს და საზოგადოებაში არსებული წესების მიხედვით ეცხოვა. არჩევანმა გაამართლა. ჩვენს გმირს ფული გაუჩნდა და აღარც პოლიციელები აჯარიმებდნენ მას. ასე გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ჩვენი უწესო გმირი საგზაო პოლიციელმა არ გააჩერა. და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ახალი ცხოვრების წესებიდან გამომდინარე, ჩვენმა გმირმა ჯარიმის გადახდა არ მოინდომა. აგრესიული ტონით შეეპასუხა წესრიგის დამცველს და ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი ერთდროს ძალიან კანონმორჩილი გმირი, რომელიც გარემომ არაკანონმორჩილ მოქალაქედ აქცია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. როდის არის სახელმწიფო მყარი? როდის ცხოვრობენ ადამიანები დაცულად და უდარდელად? მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფოში კანონს იცავს ჩვეულებრივი მოქალაქეც და კანონის დამცველიც. რა ხდება ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში? რატომ არ იცავს ქართველი მოქალაქე კანონს და არც კი ფიქრობს, რომ დაიცავს? ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს გავისაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. კანონ არამორჩილები ვართ. არადა ეს ყველაზე აუცილებელია და უნდა ვისწავლოთ კანონის დაცვა და ყველასთვის ერთი უნდა იყოს კანონი. ქართველს კანონი არასდროს არ ყვარებია, ვერ იცავს მას. წერს, მაგრამ განხორციელება არაა. არ შეიძლება არ იყოს შესაბამისობაში ქართველი და კანონი, იმიტომ რომ თავისთავად ჩვენ გვართ ზნეობრივი ხალხი, ტრადიციების, ესე იგი ეს რაღაცით დაკავშირებული არის, იცი, კანონთან. დამირღვევია და ვცდილობ ახლა ყოველდღიურად ვცდილობ და ვმუშაობ ჩემ თავზე, რომ აი დავემორჩილო კანონებს. ძალიან ხშირად ვაყავ და რა ვიცი, არც ისე დაცულია კანონები და ამიტომაც ვარღვევთ ხშირად. ძალიან ვარღვევთ, არ ვიცი, უცხოელები რომ ჩამოდიან, საინტერესოა, რას ფიქრობ, რომ ესაც ყოველ ნაბიჯზე დარღვევა და ყველა გადადის ქუჩაზე და რა ვიცი, შეუძლებელია მოძრაობა. თუ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ კანონმორჩილებიც უნდა ვიყოთ. ქართველი ადამიანი ოდითგანვე შრომის მოყვარე. მაშ სადამე კანონმორჩილი იყო. მაშ რა მოხდა დღეს? რატომ შეიცვალა ჩვენი ბუნება? მე ასე მგონია კანონებს როცა ქმნიან, კანონი კანონისთვის იქნება, გაიგე? კანონი ხალხისთვის თუ შეიქმნება, მაშინ ძალიან კარგად იქნება ეს შესაბამისობაში. ჩემი ზემდგომი რომ ემაჩვენებს, რომ ის ელემენტარულ არაფერს არ ასრულებს, მეც რომ მივალ მის ადგილზე მეც ასე გავაკეთებ. კანონი თავისთავად ქართველისთვის ასე მგონია განსაკუთრებული კანონი უნდა იყოს დაწერილი. საქართველოში სტატისტიკა რომ არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი
ჯვრის პირას. და ასე იყო. იგონებდნენ და იგონებდნენ. არ ღვევდნენ და არ ღვევდნენ წესებს ქართველები. თუ ქვეყანა ქვია, ჩემო ბატონო, კანონი უნდა მოიგონო. ხო და თუ ქართველი ქვია, კიდეც უნდა დაარღვიო. ჩვენივე მოგონილი კანონის დარღვევას ვითომ ვინ დაგვიშლის? ასე ყოფილა ოდითგანვე. კანონებს ისინი არ ღვევდნენ, ვინც წერდა. სამკითხავები კიდევ იმდენი ემორჩილონ ამ კანონებს, რამდენიც გაუხარდებათ. ჩვენ დაწერილ კანონებს თქვენ გვასწავლითო? ესენი ყველა რომ დაიცვა შიმშილით სულს გააფრთხო. ხადა, ცეცადა კანონებს სამკითხავებსაც დავარღვევინებ. ისე რომ ბუნტი არ მოგვიწყონა. ხადა, ვიცხოვრებთ და ვიქნებით ასე ბედნიერად. უცხო თვალის ასახვევად ჩვენს ნაწერებს ვანახებთ. ჯიბეზე ხელის გასაკრავად კიდე კანონის სამკითხველებსო. სახელმწიფო კიდე მაინც არსებობს და რა განაღლებაო? ასე ფიქრობდნენ თურმე კანონის დამწერები ქვეყანაში, სადაც კანონის გვერდის ავლა კანონით ისჯებოდა. აბა თუ თქვენ ვერაფრით ვერ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება მაშინ, როდესაც ყველა ქართველი დაიცავს კანონს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ წარმოსახვის უნარი არ გაგაჩნიათ. აბა